კებაზე და დიალოგზე მხარეებს შორის ჩვენ თემაზე საუბარს უკვე სტუმართან ერთად გავაგზავნებთ სტუდიაში. მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია პოლიტოლოგი ჰამრით ჭიპაშვილი. მოგესალმებით ბატონო ჰამრით. მადლობა მოგზაურობისთვის. უკრაინაში თქვათ ფუნდამენტურად თქვათ ფერი არ შეცვლილა თქვათ ომი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ძირითადად პოზიციური ბრძოლებია მაგრამ თქვათ ყველას აინტერესებს დასასრული როგორ დასრულდება და საერთოდ დასრულდება თუ არა ეს ომი ახლო ხანებში. ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვიტყოდი რომ ამის რეალური ნიშნები ჩანს. მოდი შევაფასოთ ამჟამინდელი მდგომარეობა, მათ სცადეს უკრაინულმა მხარემ სცადა ნოვოროსისკის პორტზე, სადა კი არა, უბრალოდ განახორციელა კიდევაც შეტევა კატერით, სადაც არავინ არ იჯდა. და რუსებმა თქვეს რომ ამის პასუხს ისინი მიიღებენ. რა არის მოსალოდნელი და თქვათ რა ვითარებაა ამჟამად უკრაინაში? დარანი თვლითარიო რო იტყვიან, ხო? ისეთი მდგომარეობაა. ეხლა რაც მეორე ტალღა დაიწყო ამ კონტრშეტევის უკრაინელების მხრიდან 24 კაცია, 24 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული, 24 ჯარისკაცი, ოფიცერი და ასე შემდეგ, 24000. 24000. საერთოდ წელს დაღუპულია 43000. ვისი მხრიდან? უკრაინის მხრიდან ხადია ბაღაზია ლაპარაკი. 43000, 24000, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც ეს არის სწორედ ფრონტის ხაზზე. ახლა აქ არ არის ამ ჩამონათვალში, ამ რაოდენობაში არ შედის ის ობიექტები, რომელიც რუსეთმა დაბომბა და იქ იყო საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი. მოგესალმებით, ეს არის სამხედრო ობიექტები, იქ სადაც უკრაინელები გადიან წორთნას, ეს არის ობიექტები, სადაც დასავლელი ექსპერტები და სპეციალისტები და ასე ვთქვათ, მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას ამათ წორთნაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს მიახლოებითი ციფრებია, გაცილებით მეტია, ცხადია, დანაკარგი უკრაინელთა მხრიდან. გარდა ამისა, ამერიკელთა გათვლით სულ ამ სპეცოპერაციაში ეს რუსული ასე ვთქვათ სათაური აქვს ამ ომს დაღუპულია 350000 უკრაინელი. 350000 უკრაინელი სამხედრო მყავს ხედელობაში. ესე იგი ამერიკელები ასეთ ციფრს ასახელებენ. ხომ წარმოიდგინეთ ახლა რაოდენობა. პლუს ამას 250,000 კაცი ცალფეხა, ცალხელა, ესე იგი აბსოლუტური ხეიბრები. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება ითქვას? აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ეს ომი გაგრძელდება და ეს ასეც იქნება, მოგესალმებით, უკრაინას არ ეყოლება არავითარი ასე ვთქვათ, ისეთი მამაკაცი, რომელიც შექმნის ოჯახს, რომელიც ისეთ ძლიერი ოჯახის მამა იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს მაყურებელმა რო იცოდეს, უკრაინაში 18 წლიდან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინიდან გასვლის შანსი არ აქვს. ვერ გავლენ ისინი, აკრძალული აქვთ, იმიტომ რომ ყველა ისინი უნდა იყვნენ ფრონტის ხაზზე. ახერხებენ ისინი გასვლას და ეს გასვლა მათ უჯდებათ საკმაოდ ძვირი დაახლოებით 10-დან 15000 დოლარამდე. ამის შესახებ თვითონ უკრაინული პრესა წერდა სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები დაიჯერეს და მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც ვილებია გაშენებული სამხრეთ იტალიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე გაქანებული კორუფცია. ესე იგი, აი ასეთ პირობებში ეხლა ლაპარაკი ზელენსკის მხრიდან, რომ
ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის ელემენტარული კატასტროფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იმდენად არის გაბრუებული ნარკოტიკებით და ეს ცნობილი კოკაინისტია, ხომ? ეს ყველა მიცის. რომ წარმოუდგენელია ნორმალურმა უკრაინელმა ადამიანმა შეხედოს ამას და იფიქროს, რომ აი ამ ნაძირალის მეთაურობით შეიძლება ქვეყანა მიაღწიოს რაღაც წარმატებას რუსებთან ომში. გამორიცხულია, ხო? მაგრამ საზოგადოება როგორ არის? 30 წლის განმავლობაში ამერიკელთა ჩიჩინით, კანადელთა ჩიჩინით, ნატოელთა ჩიჩინით ისე გამოაშტერეს მთელი საზოგადოება. მე გითხარით წინა ეთერში მე ვთქვი, კანადაში და ამერიკაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ასწავლიან სკოლის ბავშვებს. ეს იყო აჩვენეს ეკრანზე დასავლეთის ტელეკომპანიებმა და რაღაცა, სადაც ესე იგი ფეტიშათა გახდილი ჰიტლერი, გერინგი, გებელსი და ასე შემდეგ. ეს არის პირწავარდნილი ფაშისტური სახელმწიფო. მე ახალგაზრდები მყავს ხედელობაში, აბსოლუტურად მოწამლული. ამ სახელმწიფოს აღარაფერი აღარ ეშველება. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ახლა. თქვათ რუსეთმა მოახერხა ის რაც მათ აქვს ჩაფიქრებული და მათ აქვს ჩაფიქრებული დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ხომ? და პოლონეთის საზღვრამდე მისვლა. წარმოიდგინეთ ახლა რა შერჩებათ მათ ხელში. ცხადია, უკრაინელი ისეთია, ხვალვე გადათქვამს თავის ნათქვამს და ასე შემდეგ, მაგრამ ის ხომ გულში ამას შეინახავს და ნებისმიერ წუთს ის არის ისეთი ბომბი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს და ამ აფეთქებამ შეიძლება ტრაგედია მოუტანოს რუსეთს, ხო? ესე იგი, წარმოიდგინეთ ახლა ამერიკელთა ძალისხმევით ჩვენ მივიღეთ და ჩვენს, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს გავდივართ ამ საქმეში და არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო გადის ამ საქმეში. ევროატლანტიკური სივრცის წყალობით მსოფლიო მიიღო ნეოფაშიზმი, ახალი ფაშიზმი, რომლის გაჩერება უკვე წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეხლა, როდესაც ჩვენ აქ ვასახელებთ რაღაც მოყავს ეს ზღაპრები და რაღაც სხვადასხვის წინა სიუჟეტში თქვენ წინა გამოსვლელთან ერთად ილაპარაკეთ ბათუმის პორტზე და იქ ჩვენი ასე ვთქვათ ნაცისტების მისვლაზე. ეს ნაცისტები ჩახუტებულები არიან იმ ფაშისტებთან. სხვათა შორის, რო იცოდეთ, ხომ? და გვარამია, რომელიც აქედან ციხიდან გამოუშვა ჩვენმა ბედოულმათმა პრეზიდენტმა პირველად გაქანდა ევროკავშირში, ხომ? და მერე ჩაეხუტა რახამიას უკრაინაში. და არის ესეთი გეგმა, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება, იქ მამულაშვილიც არის, ხომ? ჩამოყალიბებული ბანდიტი, რომელიც იბრძვის, რომელსაც რუსეთმა დაუსწრებლად გამოუტანა ძალიან დიდი სასჯელი. მას და მის, ასე ვთქვათ, უცხოურ ლეგიონს, ხომ? ესე იგი, ამათი დახმარებით ჩვენიერ დღეს ესენი ხო ვერ იტანენ უკრაინის ხელისუფლება, ვერ იტანს საქართველოს ხელისუფლებას. პრეზიდენტი ზელენსკი ვერ იტანს ღარიბაშვილს. და საერთოდ იმათ, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, ხომ? და ესენი ფიქრობენ იმას, რომ საქართველოში მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, ანუ აბუნტით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ მოგვევლინდოს ისეთი ტანდემი, როგორიც არის გვარამია არახამია. ან ერთი იქნება თავში, ან მეორე იქნება და ასე შემდეგ. ეს ჩამოყალიბებული ბანდიტი, რომელსაც საციხოდ ჰქონდა საქმე, რომ არ მოსულიყო ზელენსკი, დღეს ციხეში იქნებოდა გამომწყვდეული, ხომ? ეს ქურდი და ბანდიტი. აი ეს პერსპექტივა ელის საქართველოს, ხომ? და ეს მამაცხონებულები, მე საქართველოს მოსახლეობა მყავს ხედველობაში და ბანკები და რაღაცა, რომელიც ავტომატებში ცხვირში კტენიან უკრაინის დროშას და წარწერას ლოზუნგებს ამ უკრაინის და რაღაც სისულელეებს, ხომ? აი იმ მიტინგში კი არა, იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც ნაცებმა მოაწყვეს და
ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ ბათუმში, ხომ, იქ უკრაინის დროშების ფრეალებდა. თუ დააკვირდით. დიახ. დღეს რატომ არ იცის საქართველოს მოსახლეობა ვინ აფრეალებდა ამ დროშას? თუ უკრაინელი იყო, ის გასაძევებელია ამ ქვეყნიდან. მინიმუმ გასაძევებელია, ხომ? და საერთოდ ამ მიტინგთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე ნათქვამი იყო, არის ასეთი გადაცემა რუსეთი ერთზე, რუსია აძინზე, ეს არის 60 წუთი, რომელიც მიყავთ ცოლ-ქმარს სკაბეევას, რომელიც არის ძალიან ისეთი ქალ ჟურნალისტებთან და მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ძლიერი ვიდრე მამაკაცები, მას საკმაოდ ისეთი ბაზისური განათლება აქვს მიღებული და მისი მეუღლე პოპოვი, რომელიც არის დუმის წევრი. სკაბეევამ პირდაპირ თქვა რუსეთთან დაკავშირებით, რა უნდა რუს ტურისტებს იმ ქვეყანაში, სადაც მათ აფურთხებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. რუსი არ უნდა ჩადიოდეს ასეთ ქვეყანაში. ახლა წარმოიდგინეთ ეს რაც ნიშნავს საქართველოსთვის. აი ამ ნაბძირლების, ამ ბაპატე და ნაბიჭვრების გამო საქართველომ როგორც კობახიძემ აღნიშნა 300,000 ლარი დაკარგა. ეს არის მინიმუმი, ეს არის გემის დგომა და ასე შემდეგ. 300,000 კი არა, 10-ჯერ მეტი. ეს ფულადი შემოსავალი. მაგრამ ამის გარდა დაკარგა მორალური და რაც მთავარია, სამომავლო პერსპექტივა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლის. გესმით რაშია საქმე? აი ეს ნაძირლები აკეთებენ ამ საქმეს, ხომ? ამათმა დაგვაყარა ახლა მოგესენებათ მომავალი კვირა არის ეგრეთ წოდებული აგვისტოს ომის, ხომ? გავიხსენებთ აგვისტოს ომს, ვივიშვიშებთ რომ აი რა დავკარგეთ, ასე ისა და ამდენი. ვინ დაკარგა? აი ამათმა, აი ამ ნაძირლებმა დააკარგა სააკაშვილმა, რომელიც გდია და კოსტუმებზე და პალტოებზე იხდის სასჯელს, არა და ქვეყნის მოღალატეა. მან დაიწყო ომი ცხინვალში. ეს შეფასებულია ტალიავილის კომისიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამერიკა აძალებდა ტალიავილს, რომ არ ჩაეწერა ის, რაც მან ჩაწერა, მაგრამ ის პატიოსანი ადამიანია და მან ჩაწერა ის, რომელიც შემდეგ გაერომ დაამტკიცა და გაერომ კიდევ უარესით ჩაწერა იმაში კასეტური ბომბები, ეხლა რომ ამერიკელთა მიწოდებულ ბომბებს იყენებს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი გამოიყენა აკრძალული ბომბები სააკაშვილმა ცხინვალში. აი ამათი გაკეთებულია ყველაფერი. ეხლა მე რატო ვამბობ, იცით ამას? კობახიძემ თქვა, ესო ცოტა რაღაცა 150 კაცი არისო, ვინც ამას აწყობსო და იყო იქ ვინ ჩავიდაო. კი ბატონო, იყო 150 კაცი. შემამაცხონებლო რა პოლიცია გავს ასეთი სუსტი და აბსოლუტურად უკნარა, რომელსაც 150 კაცის მოთხოვა არ შეუძლია. ხომ? ნახეთ რამდენია საშტატო ერთეული პოლიციაში. შეხედეთ რამდენია. 10,000-ს ითვლის, ხომ? და სახლებს უშენებით და მთელი ამბავი. რა პრობლემა იყო 3 ავტობუსი ჩამოყენება, ამათი შეყრა თუ 150 კაცი იყო, ამათი შეყრა ამ ავტობუსებში და ბათუმიდან მათი გაყვანა, ჩამოყვანა თუნდაც კახეთში და იმ ზონაში ამათი გაშვება, ხომ? თუ კი დაჭერა არ გინდოდა და თუ კი ვერული, ხომ? მე ამის გარდა ეს ძალიან სერიოზული რაღაც არის. მოსახლეობა, ბათუმლები სად იყვნენ ამ დროს? ისინი ხო ფულს კარგავდნენ. აი ამ ნაძირლების გამო მათ ძალიან დიდი შემოსავალი დაკარგეს, ხომ? იმიტომ რომ 400 გადმოსული ტურისტი გემიდან ან წყალს ზალევდა, ან ამას ინფორმირება ჭირდება და ორგანიზება ადამიანებს. რის ორგანიზება ჭირდება? რა ორგანიზება ჭირდება? ბატონო ჯაბა, არავითარი ორგანიზება არ ჭირდება ამას. ამას უნდა ტვინის განძრევა. რა შვილი აღზარდე ისეთი, რომელსაც ის ხო მისი შვილია, მარშიდან ხო არ ჩამოფრენელა ის. რა შვილი გაზარდე, ასეთი ვიგინდა რა. მასთან დალაპარაკება არ შეგიძლია, ხომ? გამოდი და თქვი, რომ არ შეიძლება ბავშვებო ამის გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. და ჩადეგი იმ ისა, რა ქვია, გემთან. მაგრამ არ გაანძრიეს უკანა ნაწილი, არ თავი გაანძრიეს და არც ტვინი. ამას შევეშვათ. გამოვიდა ამერიკის ელჩი და მხარი დაუჭირა ყველაფერ ამას. ახლა მე გეკითხებით. დაიბარეს ამერიკის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ამისთვის, კობახიძემ კი გალანძღა სიტყვებით.
მაგრამ ეს არ არის დიპლომატიაში მიღებული ასეთი რამ ელჩს არ აქვს უფლება ჩაერიოს საშინაო საქმეებში აი ასე თავხედურად როგორც ეს ელჩი ერევა ხო ვინმე დაუძახა მას საგარეო საფუაშვილმაც თქვა რომ ელჩის საქმე არ არის არა ელჩის საქმე არ არის ასე არ ხდება კაცო შენ უნდა დაიბარო ისა საგარეო სამინისტროში და ოფიციალურად უთხრა მას მაგრამ ვერ იბარებენ იმიტომ რომ ეშინიათ ამერიკის ელჩია ამას კი არა დროებით რწმუნებულს უკრაინისა საქართველოში უკრაინას ელჩი არ ყავს და კარგახანია ალბათ მომავალში კარგახნის განმავლობაში არ ეყოლება ესე იგი იმასაც ვერ იბარებენ რატომ არ უნდათ უკრაინასთან ურთიერთობის კობახიძემ ისიც თქვა რომ თუ უკრაინას არ უნდა ურთიერთობა დაახლოებით ასეთი იყო მისი ნათქვამი ჩვენ ვითარამშრომლებთ მასთან ცალმხრივად ესე იგი იცით რა შეა საქმე კობახიძეს თუ უნდა ჩაეხუტოს ზელენსკის მაგრამ ზელენსკი ფაშისტი და პირწავარდნილი ასე ვთქვათ პიროვნება ნარკომანი და ასე შემდეგ რომელიც საქართველოს ლანძღავს შენ საქართველოს პოზიცია უნდა დაიცვა და არა შენი პირადი არავის არ აინტერესებს ეს როგორ ჩაეხუტება ზელენსკის საქართველო არ დგამს იმ ნაბიჯს რომელიც იდგმება საერთო დიპლომატიაში როდესაც რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს მეორე ქვეყანას არსებობს ამის მილიონი ასე ვთქვათ შესაძლებლობა კარგი იმ ქვეყანას შეეშვი ელჩი გამოგიგდო ხომ მეტი რაღა უნდა გაიგეთოს კაცო შენ რატო ვერ მოიფიქრე ის ამბავი რომ აი აქ დროებითი რწმუნებული გავეგდო აქედან უკრაინას რატომ ვერ მოიფიქრე ის ამბავი რაც არის დიპლომატიაში რომ იქაური საელჩო დაგეყვანა ატაშეს დონემდე ესე იგი ატაშე არის ყველაზე დაბალი საფეხური დიპლომატიაში და შემდეგ სამხედრო არ მყავს ხელმძღვანელობაში შემდეგ ატაშედან მოდის მესამე მეორე პირველი მრჩეველი და მერე არის ელჩი დაგეყვანა ამ დონეზე ნუ გაწყვეტ დიპლომატიური ურთიერთობებს თუ არ გინდა ამ ეტაპზე ისე ამ ქვეყანასთან რა გინდა შენ რა გინდა რას ფიქრობ რომ ეს ქვეყანა რას მოგიტან შენ ცუდის მეც არაფერს ხომ ესე იგი მსოფლიო შეიყვანა უკრაინამ ჩიხში საშინელ ჩიხში უკრაინას ალბათ არავინ არაფერს არ ეკითხება არა არავინ არაფერს არ ეკითხება ისიც რა შეა საქმე ეკითხება ამერიკის შეერთებულ შტატებს შენ ბოლოს და ბოლოს უნდა იფიქრო შენ თავზე ხომ ის რომ დღეს უკრაინა არის ასეთი თავსატკივარი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით რუსეთისთვის და ის რომ რუსეთი წავიდეს მოლაპარაკებაზე უკრაინასთან ჯერ ერთი არ წავა მაგრამ დაუშვათ წავიდა ხომ რუსეთმა ხომ კარგად იცის ეს არის უბრალოდ ელემენტარულად სულის ამოთქმა უკრაინისთვის რომ უკრაინას მიაწოდონ რაც შეიძლება მეტი იარაღი და ერთშვენიერ დღეს ერთი წლის შემდეგ ორი წლის შემდეგ ესე იგი უკრაინამ კვლავ წამოიწყოს ის საშინელება რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა და დაასწრო ასე ვთქვათ რუსეთმა ხომ რუსეთმა დაასწრო დაიწყო 20 თებერვალს უკრაინა აპირებდა მარტის პირველ დეკადაში დონბასის ასე ვთქვათ აღებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესე იგი რაშია იცით საქმე მდგომარეობა აქ არის ძალიან მძიმე არ არის ისე მარტივი როგორც ჩვენ გონია და იალაღებზე ვართ გასული და აღარ ვიცით რა ვქნა და ძალიან სერიოზული საფიქრელია უკრაინა არ არის ის ქვეყანა ვისთანაც შენ ძმობა უნდა გქონდეს უკრაინა არის ის ქვეყანა რომელიც ბავშვებს ასწავლის და წამლავს რომ ქრისტე იყო უკრაინელი რომ შავი ზღვა უკრაინელებმა გათხარეს რომ ფრანგების შთამომავალი საწყისი ფრანგების გერმანელების არის უკრაინელი წარმოიდგინეთ ახლა ეს ახლა მე ამას ზღაპრად კი არ ყვები ეს არის უკრაინის სახელმძღვანელოებში ამასინათ უსმენდი უკრაინელ მეცნიერს ისტორიკოს რომელიც ამას აკაფებული ამტკიცებდა და უმტკიცებდა მთელ მსოფლიოს უკრაინა ვინ არის და რა არის იმ დონეზე მივიდნენ უკრაინელი ისტორიკოსები რომ ჩინგის ხანიც უკრაინელი ყოფილა გესმით და აი ასეთი ქვეყანა ნეოფაშისტმით გაჯერებული ესე იგი შენ საქართველოს დაგინდობს
არავითარ შემთხვევაში არ დაგინდობს. ერთი წუთითაც. დღეს ის დაკავებულია. გითხრა იმან არესტოვიჩმა, რომ რუსეთის დამარცხების შემდგომ თქვენ ხართ რიგში. მილიონიანი არმია უკრაინული ეწევა საქართველოს. ხო და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ. ეს უნდა გაითვალისწინოს იმ ბრიყმა პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენ ყავს, ჩვენ და სამწუხაროდ და თავის მოსაჭრელად, ხომ? ასეთი პრეზიდენტი რო გეყოლება, ესეთი ასეთ ქვეყანას, ან ასეთი პრეზიდენტით უარესი ეკუთვნის. იცით რა შეა საქმე? აქ ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ გონია. გაცილებით უფრო სერიოზული. და ჩვენ ერთი და იგივეს ვატრიალებთ 12 პუნქტი, აი 12 პუნქტის შესრულება გვინდა, ანკეთ ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ. ოღონდ კი მოგცენ 12 პუნქტი. რა თავში იხლი ამ 12 პუნქტს? ახლა იცით თელესოფლიო შეძრულია და ამაზე ლაპარაკობენ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ, თორე აფრიკის სახელმწიფო ნიგერში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ხომ? ის პრეზიდენტი, რომელიც არის სახლში გამოკეტილი, გარეთ არ უშვებენ, სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში. ნიგერის მოსახლეობა არის 25 მილიონი. ნიგერი არის ის ქვეყანა, რომელიც საფრანგეთს ასაზრდოებს, იქ ფრანგული ჯარის ნაწილები დგას 1500 კაცი, ასაზრდოებს ისეთი წიაღისეულით, როგორც არის ურანი და ამ ურანზეა ჩამოკიდებული საფრანგეთის ბირთვული ელექტროსადგურები, ხომ? ესე იგი, კატეგორიულად მოითხოვს ახალი, ასე ვთქვათ, სამხედრო, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, გაწყდეს ურთიერთობა საფრანგეთთან, გაწყდეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაწყდეს ურთიერთობა ევროკავშირთან, არ გვინდა ეს ქვეყნები აფრიალებენ რა ქვია, რუსეთის დროშას, არის მთელი ამბავი, მთელი ხალხი გამოსულია ქუჩაში, ის მიხვდა. ხომ, მე-19 საუკუნიდან დაწყებული საფრანგეთი არის ბატონპატრონი ნიგერის. ეს ნიგერია არა, ნიგერია უფრო დიე, მეზობელი ქვეყანა. ნიგერის ბატონპატრონი და ძარცვავს ამ ქვეყანას. მე რა მიიღო ნიგერმა? ეს ქართველთა გასაგონად ვამბობ. მიიღო ის, რომ მოსახლეობის 80%-ს არ აქვს ელექტროენერგია. არ აქვს ელექტროენერგია. მშიერი მწყურვალი ქვეყანა და იმიტომ მოაწყვეს ეს სახელმწიფო სამხედრო გადატრიალება, ხომ? და ამ დროს შენ ეხუტები ევროკავშირს ნეტავი როგორმე შემიშვან ევროკავშირში, შემამაცხონებულო იმ ევროკავშირის წევრია, რა ქვია, ერთ-ერთი მამალი წევრი თუ შეიძლება ასე ითქვას, საფრანგეთი, ხომ? რა დღეში ყავს ქვეყანა, საიდანაც ის მთელი საუკუნის განმავლობაში, საუკუნე ნახევარია, იღებს ამ წიაღისეულ სიმდიდრეებს, ძარცვავს ამ ქვეყანას. ურანი თავისთავად, აქ ალმასები, ოქრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ? ეს ყველაფერი გაძარცვა, არ არის ევროკავშირი ის კავშირი, რომელიც ვინმეს თავზე ხელს გადაუსვამს. ეს არის კოლონია, ესე იგი, ის არის კოლონიების, ყოფილი კოლონიების პატრონი მთელ აფრიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ისე როგორც ლათინურ ამერიკაში, ხომ? ამადგან შენ კარგს არ უნდა მოელოდე. ეს პრიმიტიული რაღაც არის, ეს უნდა იცოდე, მაგრამ იმ ბავშვებმა არ იციან ეს, იმიტომ რომ არც კითხვა იციან, არც წერა იციან და არც არავის არ უნდებენ ყურს. აი რა შეა საქმე. თორე ამაზე ლაპარაკი ეხლა დღეს, რომ აი ჩვენ გალანძღეს ღარიბაშვილი, იმიტომ რომ ჩინეთთან დაამყარა რაღაც გარკვეული ურთიერთობები და რაღაცა და ამერიკას ეწყინებაო. თავში გვაიყალოს ამერიკამ. ამერიკამ 30 წლის განმავლობაში რა დონეზე დაგვიყვანა, ხომ ხედავთ არა? დღეს ესე იგი ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია იმაზე ლაპარაკი, LGBT-ზე ლაპარაკი, სადამდე უნდა სდიოს მორგოშიამ ამ იმას, რა ქვია და კონსერვატულმა პარტიამ, როგორც პინგ-პონგის თამაში გამოვა, პიდარასტები გამოვლენ ესენი, სადამდე უნდა იყოს ეს?
ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლებამ ხო უნდა მიიღოს კანონი ამის აკრძალვის შესახებ, ხომ? უნდა აიგრძალოს ეს ყველაფერი. არის თუ არა დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი, აი ამ ამერიკული და ანგლოსაქსონური ჰეგემონიიდან გამოსვლის პროცესი. თუ არ დაიწყე, თუ არ გადადგინა ბიჭი, ხომ? რისკი ძალიან ხშირად არის მისასალმებელი, ხომ? ჯერ ერთი რახან შენ ჩინეთთან დაიწყე ურთიერთობა და აღადგინე დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთის გარეშე საქართველოს ვერ იარსებებს ვერც ერთი პარამეტრი. ახლა ყველაფერი შევეშვათ. რაც ჰქონდათ ატამი საქართველოსდან გაზიდეს რუსეთში, ხომ? სხვა ქვეყნებშიც გაიტანეს. და ნახე ეს მონაცემები სტატის გამოქვეყნებული, ხომ? გაიტანეს უკრაინაში მეზობელ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთშიც გაიტანეს. და ის თურმე რამდენია, იცით? აი ყველა გატანილზე 3-ჯერ მეტი არის რუსეთში რაც გაიტანეს. ეხლა თქვენ წინა გამოსვლელთან ქონდათ ლაპარაკი ღვინოსთან დაკავშირებით და ქართული ღვინოები რაოდენობით დღეს უკვე პირველია რუსეთის ბაზარში. იტალიური და ფრანგული ღვინოები დაასწრო დღეს პირველ. რატომ ეხლა არის ტყვით? იმიტომ რომ საბაჟო გადასახადი მოუხსნეს ყველა. რუსმა გაგიკეთა ეს შენ, საბაჟო გადასახადი მოგიხსნა. მაგრამ ფიქრობ შენ, ქართველო და მეღვინებ და ხელისუფლება რას აპირებს რუსეთი ამ ღვინოსთან დაკავშირებით? იცით რას აპირებს? კანონ პროექტია შეტანილი რუსეთის დუმაში, ეს გამოაცხადა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვალოდინმა. ამასთან დაკავშირებით იქნება ალბათ ცხარე დებატები, როდესაც რუსეთის დუმა დაბრუნდება საშემოდგომო სესიაზე, რომ აიგრძალოს უცხოეთიდან შემოტანილი სპირტიანი სასმელები, მათ შორის ღვინო. ფიქრობს ამას ვინმე ქართველი? და ქიქფოროს ეს მეღვინეები ის დღეს რომ პირველ ადგილზე და გიხარია რომ აი რუსეთში ხვალ არ იქნება არც ერთი, არც იტალიური, არც ფრანგული, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ მოხდა რომ რუსეთის პოლიტიკოსები აცხადებენ პირდაპირ, რომ აი ეს ვისაც შემოაქვს აქ ყიდიან ამას, ფულს იღებენ და ამ ფულით ისინი იარაღს ყიდულობენ უკრაინელებისთვის. გესმით რა შეესაქმე? და გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 10 წლის წინ რუსეთმა მოიწვია ფრანგი, ესპანელი მეღვინეები და შესანიშნავი ვენახები გააშენეს სამხრეთ რუსეთში, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეში. მთელი უზარმაზარი ტერიტორიები, ათასობით ჰექტარი, ხომ? უკვე მიიღეს მათ შორის ქართული ჯიშებიც, ხომ? ასე რომ მას უკვე პრობლემა არ აქვს, ის აკმაყოფილებს უკვე თავის ბაზარს. გესმით რა შეესაქმე? და ამ დროს შენ ფიქრობ რაღაც სისულელეზე, ხომ? ფიქრობ იმაზე, აი უკრაინა არ გავანაწყენო. რატო არ უნდა გაანაწყენო? ის რომ შენ დედას გაგინებს, შენ რომ არ აგინებ, ის უკვე შეურაცხყოფას გაგანებს სხვანაირად, ხომ? ზედიზედ 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ, რამდენჯერ უნდა აიტანოს ამ რა ქვია, უბედურმა ქვეყანამ, საქართველოს რო ქვია, ხომ? არ შეიძლება ასეთი რაღაცეების კეთება, კაცო. ყველაფერში არის